Assalamu alaikum. Ჩვენ გქონდა ჩაწერილი ვიდეო მიახლოებით 10 წუთიანი ამ თემაზე, მაგრამ მინდა პატარა შეხსენება გავაკეთო ერთ-ერთ ყველაზე ხშირ დუაზე, რომელიც შუმავალი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა თვითონ კითხულობდა და სწავლიდა თავის საჰაბებს, თავის მოწაფეებს. უზენაესმა ალლაჰმა ყურანში თქვა: "ვაძაქირ ფა ინნა ზიქრა თანფაულ მუ'მინინ." შეახსენე, იმიტომ რომ შეხსენება მოაქვს სიკეთე მორწმუნეებისთვის. ანუ ხანდახან შეხსენება არის კარგი. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დუა შუმავალი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა იყო სიტყვები ربنا آتنا في الدنيا حسنة وفي الآخرة حسنة وقنا عذاب النار. რას ნიშნავს? მეთქო ჩვენო, მოგვეცე სიკეთი ამ დუნიაში, სიკეთი შემდეგ სამყაროში, ანუ ახირაში და დაგვიცავი ცეცხლისგან. როგორც ყვებოდნენ საჰაბები, მისი მოწაფეები, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დუა შუმავალი სალალლაჰუ ალაიჰი ვასალამა. ანუ შენ სთხოვ ალლას ყველაფერს კარგს, რაც არის ამ დუნიაში და ყველაფერს კარგს, რაც არის ახირაში და დაცვას ჯოჯოხეთისგან. ასევე სალაფები პირველი სამი თაობა თქვეს, რომ ამ დუაში ასევე რახან შედის ყველაფერი კარგი, ასევე ამ დუაში შედის კარგი მეუღლე. მაგალითად თუ მამაკაც ან ქალს უნდა რომ ყავდეს მას სწორი მეუღლე, კარგი მეუღლე, რომელიც დაიცავს მის უფლებებს, რომელიც იცის თავის უფლებები და ასე შემდეგ, ეს არის შესანიშნავი დუა მაგისთვის. თუ ადამიანს სთხოვს ალლას, რომ სწორი ცხოვრება მისცეს, კარგი ცხოვრება მისცეს, ბარაკათიანი ცხოვრება მისცეს, კარგი მეუღლე, ხერიანი ბავშვები, ჯამტელი ბავშვები, ჰალალი ფული, ხერიანი ფული, ყველაფერი ნებისმიერი კარგი რაც არის ამ დუნიაში, ყველაფერი ალლაჰის წყალობით შედის ამ დუაში. ربنا آتنا في الدنيا حسنة وفي الآخرة حسنة وقنا عذاب النار. اللهم خير და ბარაკა მოგცეთ. სალამ ალეიკუმ.